მარტვილიდან არც თუ ისე შორს ნოქალაქებში ტურისტების გაზრდილ ნაკაცელოდებიან. საქმე ისაა, რომ მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი 2020 წელს უნდა დასრულდეს. ნოქალაქების მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ განცხადება დღეს კულტურის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, პროცესი 2020 წელს დასრულდება. მთლიანობაში მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს. ნოქალაქების კომპლექსი თავისი მასშტაბით, თავისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობით ჩვენი მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია, იძენს მეორე სიცოცხლეს. 20 გექტარზე განთავსებული მეფეთა სასახლეები, ტაძარი, სხვადასხვა უძველესი 1000 წლეულების ძეგლები. ისტორიის თანახმად ნოქალაქების მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მე-4-მე-8 საუკუნეებში ეგრისის სამეფოს დედაქალაქ ციხე-გოჯს არქეოპოლის წარმოადგენდა. ეგრისის მეფეთა რეზიდენცია 20 ჰექტარზე იყო განლაგებული და 3 ნაწილისგან შედგებოდა. ქალაქი გარშემორტყმული იყო მე-4, მე-5 და მე-6 საუკუნეებში აგებული 3 კედლით. არქეოლოგებმა სხვადასხვა დროს ანტიკური ხანის სასახლეების ნაშთები და რამდენიმე ტაძარიც აღმოაჩინეს. ეს ზოგად რეგიონალური მნიშვნელობის ძეგლი გახლავთ, რომლის ანალოგი მე-4-მე-6 საუკუნეებისა არც აზერბაიჯანში, არც საქართველოში დანარჩენი და არც სომხეთის ტერიტორიაზე არსად არ ფიქსირდება. თავისი მასშტაბებით და ინფრასტრუქტურული ერთეულებით, რომელიც ამ ნაქალაქარზეა შემორჩენილი. ნოქალაქებთან ახლოს სოფელ კოტიანეთში კირქვის საბადო სამუშაოება იგეგმება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით კულტურული ძეგლისთვის ზიანის მომტანი იქნება, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და არანაირი სამუშაოები, რომლებიც ძეგლს საფრთხეს შეუქმნიან, არ განხორციელდება. რა თქმა უნდა, არც ერთი სამუშაო არ განხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საზიანოდ. იმიტომ რომ ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი ხელით გამოვყოთ თანხა, რეაბილიტაცია გავაკეთოთ და მეორე ხელით რამე საფრთხეს შევუქმნათ, ეს გამორიცხულია. ნოქალაქების მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით კომპანია საქართველოს მემკვიდრეობამ ისტორიული ეგრისის სამეფო დედაქალაქის ციხე-გოჯი არქეოპოლისის განვითარების საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მომზადდეს ნოქალაქების არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენის შესაბამისი ნომინაცია. ასეთი იყო დღის მთავარი ამბები. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.